მოგესალმებით მეგობრებო, ახლა ვიმყოფებით პენსილვანიაში, დორნი პარკში, სადაც უნდა გადავიღოთ ატრაქციონებზე ჩვენი გართობა და იმედია საინტერესო და სასიამოვნო ვლოგს შემოგთავაზებთ. ლევან, რა სიტყვით? ძალიან მაგარი დღე უნდა იყოს. მაგარი ატრაქციონებია, საშიშებიც არის და წესით საინტერესო ვიდეო უნდა გამოვიდეს და გამოიწერეთ ჩვენი არხი. მე აქ მოტყუებით და ხვეწნით ვარ მოსული საერთოდ არ ვარ კმაყოფილი რო უყურებ ამ უზარმაზა რაღაცა. ადრე მოვედით დორნი პარკში. ჯერჯერობით არ არის ბევრი ხალხი. რიგების არის. ადრე მოვედით პარკში. ჯერჯერობით სიწყნარია, ბევრი ხალხი არ არის. და ჩვენი გათვლაც ეგ იყო, რომ რიგების გარეშე მოვსულიყავით და მარტივად შევსულიყავით. და ეხლა ნელ-ნელა შევალთ პარკში გავივლით security checks. და დაგათვალიერებინებთ შიგნიდან ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე მოვედით, კარები არის მაინც დაკეტილი. რის გამოც გვიწევს რიგში ლოდინი. ახლა მიმდინარეობს ატრაქციონების გატესტვა, ასე რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი წეს რიგშია. ამ ატრაქციონით ვიწყებთ ძალიან ვიწვი ხო, დაახლოებით 20 წუთია ესე მზის გულზე ვდგავართ. აი, მე ძალიან არ მიყვარს მზე და ეს არის ჩემთვის კოშმარი, მაგრამ კიდევ კარგი როა მოვედით, იმიტომ რომ უბრალოდ ნახეთ უკვე რამხელა ძალიან დიდი რიგით არ არის. ამერიკის ჰიმნი ჩაირთო, ყველამ ერთად მოვუსმინეთ და ამის შემდეგ უკვე გაიხსნა კარი. ვარ მოკლედ ფასლეინზე, ამ იმის საშუალებით, ფასლეინის საშუალებით ურიგოთ შევართ ყველგან. ეხლა ვანახებთ, ნუ ეს განსხვავებული ფასია, კამერებს ყველაფერს მოგიყვებით, შემდეგ ძალიან გადარბენებზე ვართ ეხლა და ყველაფერს დეტალურად გაგაცნობთ ვიდეოს რომელიღაცა მონაკვეთში, ამ ბოლოში ან შუაში. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ. გეტყობა. ვიღეთ ფასლეინები, ახლა მოვედით კოკა-კოლის რეფრეშერთან, ანუ ისეთი ბილეთი ავიღეთ, რომლის საშუალებითაც მთელი დღის მანძილზე ყოველ 15 წუთში ერთხელ შეგვიძლია გამაგრებელი სასმელის ჭიქის ავსება და ახლა მოვედით მაგაზე, რომ მაგის სამაჯურიც მოგცენ. მოკლედ, როცა აქ მოდიხარ, გაძლევენ ესეთ ბრასლეტებს. წვანი არის დაინინგი ფელდის განმავლობაში და უნდა მოეცათ სტაფილოსფერი სასმელისთვის, მაგრამ შემთხვევით მომცეს მწვანე. მივედი აუხსენი რომ მეთქი მწვანე არ უნდა მოგეცა მეთქი, უნდა მოგეცა სტაფილოსფერი. არაო, შენი ბილეთიო არ ვარ გავა, გაფუჭდავ თუ არ რაღაც სულელებს მეუბნებო და წადიო გესერვიშიო, წავედი გესერვიში. იქ მითხრეს რომ მაგ გოგოს შეეშალაო, ბოდის გიხდითო, ეს სინამდვილეში სასმელიაო, წადიო ეხაო და აიღეო დაინინგიო, ორივე ერთნაირი იქნება, მაგრამ რომ დაასკანებ სასმელს გამგადგებაო. დაბრუნდი უკან ამ გოგოსთან მივედი, მეთქი ქალბატონო შეგეშალათ ეს რომ მომეცით, ეხა ეს სასმელია და უნდა მომცეთ დაინინგი ხელახლა თქო და ნუ მეორე გამიკეთა ის და ნუ გესერვიში ალბათ საჩუქრად დამიმატეს ჭიქა, რომელშიც ზოგადად $20 იხდიან აქ და ეს გაბრაზდა რატომღაც ამაში ფულს უნდა იხდიდეო, უფასოდ რატო გეკუთვნისო, მეთქი რა ვქნა გესერვიში ვიყავი, ესე მითხრეს ხო ჭიქაზე არ ვიცოდი, ეთქობა საჩუქარია თქო. კიდე სამჯერ გაატარე და გაბრაზებული მომცა ჭიქარი, როცა რეალურად თვითონ შეეშალა და მე უნდა ვიყო გაბრაზებული. მოკლედ მეგობრებო, მივდივართ ახლა პირველ ატრაქციონზე, მესამე თვარ მე ამ პარკში და ყოველჯერზე ამ ატრაქციონით ვიწყებთ. ამიტომ გივი ახლა პირველად ჯდება და გივიმაც ამით უნდა დაიწყოს რა. ახლა ვამზადებთ კამერას, რომლითაც რაიც გადავიღებ. კარგად მოვიჭირეთ. ოჩა. აია. აია, ბარესო, აქეთ უნდა ესე ვიჭირო. მოვედით პირველ ატრაქციონთან, რომელთანაც უნდა დავჯდეთ და გივის ძალიან ეშენია და უკვე რომ დავსულიყავით ეს კამერაც დავიმაგრეთ, რითიც ემოციებს გადავიღებ. კოლეჯში წავალ და მოვა.
და წავიდე და აღარ მოდის და თან იცის რომ 11 საათზე უნდა გადავიდეთ ატრაქციონების პარკში, მაგრამ მაინც დავსვავ. უბრალოდ არ შეიძლება ესე რა, ანუ არ უნდა გეშინოდეს და არ უნდა იყოს შიშა რა. კი, აბა, ხوان ნერვიულობ. ეს იზია. კი ბატონო. ეს იზია. კი, რა სიტყვაზე მან შემოხვედე? იცებ. Sorry, ანუ გაგვეხსნა ეს. Riders, are you ready? Yes! Kiwi საკვირდით ხალხო. ვერატო უნდა დამაკვირდა. Kiwi. ეხლა ვეშვებით უკვე. It was at this moment that he knew. He fucked up. პირველი ატრაქციონი გავიარეთ. შეხოთაშორის ანუ მე ძალიან მარტივად ვუძღვები ყოველთვის რა ახლა მე სანამ ატრაქციონებზე გადაობას დავიწყებთ, ანუ სახელა როგორც იცით ძალიან ადრე გავავედით და მოგშვი და თან ერთ ატრაქციონზე უკვე ვიჯექით და ცოტა გულისრევი შექნება დაგვეუფლა, იმიტომ რომ შივრები ვართ. ხო და ახლა შევჭამთ ეს ჭიქები საერთოდ ყველას მოგცემს, სულმე რადგან რეფილი გვაქვს ეს ჭიქები გვირიგდება. მეგონა მარტო გივი იყო განსაკუთრებული და ვიყიდეთ სტიკერები და დავაკარით აქ რომ გაგვერჩია ჩვენი ჭიქები. ეხლა დავსკანავ და მე ავარჩევ რაც მინდა. Why can I scan this? Yes. მე სალატს ავიღებ დიდი ალბათობით. და გამოიყურება ჩვენ თეთრგევინ ბურგერი უკვე შეჭამოთ თითქმის. ახლა ვისაუბროთ მე წავალთ ატრაქციონებზე. ახლა მოვედით ატრაქციონ ჰიდრასთან და უნდა დავიჯდეთ აქ. ჰიდრა. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ატრაქციონია სხვათა შორის. ესეც იგივენაირია? ანუ ოდნავ განსხვავებულია. ჩაგეცო და ზედაზე ვერ შეგამჩნევდნენ დატენებ. მოკლედ ეს არ გადაგვაღებინეს. მოკლედ მეგობრებო, მე დღეს გაგიძღვებით და ვიქნებით თქვენი გიდი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ატრაქციონი, რომელიც შეიქმნა 1924 წელს. გაიარა შემდეგ ევოლუციები, მოვიდა და ანუ აქ არის ნაჩვენები თუ რა ევოლუცია გაიარა ამ ატრაქციონმა. ესე დამაბეს არ შეიძლება გადაღება მოკლედ რა და კამერით თუ დაგინახავენო წესით ჩამოგიხსნიანო რა და საროჭკა მოცია და საროჭკაში უნდა დავმალო ეხლა ეს კამერა რა ვიცი. ჯარიმა თუ გავიწერეს, გამომწერებო თქვენ უნდა გადაიხვალოთ. გამომწერებო თქვენ უნდა გადაიხვალოთ. მოვედით ეს არის უძველესი ატრაქციონი, 101 წელი აქვს შესრულებული. ანუ სულხემზეა საკითხი. და ეს ატრაქციონი არის როგორც სუფთა ხე, ანუ ფიცარით არის აწყობილი რა. ნუ 100 წლის წინანდელი არის და რა თქმა უნდა 101, ხო, რა თქმა უნდა 101 წლის და მე ამ ატრაქციონზეც ნაჯრომი ვარ და სხვათა შორის ანუ ერთი შეხედვით საკმაოდ ლაითი ჩანს. ხო, მიდი ამას გადავუღე ამას. მეგობრებო,
მთელი ამერიკა ჩვენს წინააღმდეგ არის რა. არა, მე მგონი გვაღებინებ. აი არ ვიცი ხალხო რა ეს არის უკვე ბოლოც და რომ იქნებ ეს მაინც გადავიღოთ რაღაცნაირად ისე მოხდა რომ პირველი ატრაქციონი ძალიან მარტივად გადავიღეთ და იმის მერე სადაც დავჭერთ ყველა მოკლედ გვეუბნება რომ არ შეიძლება რა ჩვენ ადრე ამ პარკში ვართ მე და ლევანი ნამყოფი და ყველაზე მეტად მოგვიწონა ეს ატრაქციონი რომელზეც ახლა უნდა დავსხდეთ ანუ ძალიან დაღმართია და ისეთ შეგრძნება გაქვს რომ დავხინა. მაქსიმალურად ვეცდები თუ კამერა შევაპაროთ, მაგრამ აი არ ვიცი გამოვა თუ არა. იმედი მაქვს ამენერად მოვახერხებთ. ყველაზე მთავარი ატრაქციონი რომელიც იყო. მე არ მოხდა მაგას. ჯერჯერობით ყველაზე საშიში ატრაქციონზე ვიჯექით. ფეხებში ძალა აღარა, მაგრამ მაგარი იყო რა, ამაზე მაგარი ჯერჯერობით არაფერია. სადღაც 100 მეტრი ხო იქნება სიმაღლეში. 100 მეტრაზე 100 მეტრი შეხედვით. ან ძალიან მაგარი არის და ეგრევე წყდება და აი გონია რომ მიწაზე უნდა დაეთქვიშო რა, ძალიან მაგარია. მეტი გამისორდა და გივი არის მაგარი შეშინებული და ეხლა გივი ჩავწერო. შეშინებული არ ვარ, ძალიან კაი იყო. უბრალოდ მეორე ძაღლად არ დავждები. საერთო არ არის რომ რიგი საერთოდ არ არის ამ ატრაქციონზე. მოდი ხარ და 4 ადამიანი ერთობით და აი სადაც ბოლო მეოთხეში თავის გონია ჰარი პოტერი აი ჯოხსეროა და რომ თამაშობენ, იმიტომ რომ და თავის დახრა გიწეს, ანუ რეალურად თავში არაფერი არ მოხდება, მაგრამ მაინც უნდა დაიხარო. ამ დროს წნევა გაწევა კიდევ უფრო დაბლა იხრები და ნუ საკმაოდ მაგარი ატრაქციონი 10-დან 10 რა. პირველი ისე რა იყო, მეორე ვერ გადავიღეთ სამწუხაროდ, უფრო მომეწონა და ყველაზე კაი ალბათ ეს არის რა. მაგრამ მეორე არ დავჯდები. რა შეეხება ჩემს ემოციებს, ანუ მე სიმართლე რომ გითხრათ, ჯერჯერობით შემოვლებას ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული ვარ ამ გადაღებების გამო. ეს კამერა ზოგადად DJI-ის კამერა ვიყიდეთ ამ დღისთვის, რომ ეს ატრაქციონები გადაგვეყო და წარმოიდგინეთ ახლა აქ რომ მოვდივარ და მეუბნებიან რომ გადაღება არ შეიძლება, რა თქმა უნდა ძალიან რთულია ჩემთვის ემოციურად. ყველა კადრი რომ მექნება და რომ უკვე მორჩა YouTube-ისთვის მზად არის მასალა. ამის მერე მხოლოდ კამერას რომ გავთიშავ და მიკროფონსაც გავთიშავ, მერე დავწდები და ჩემთვის ვისი ამოვნებ მარტო. ერთ წელიწადში უნდა ყავდეს ეს 100,000 გამომწერი, უნდა ყავდეს, იმედია. და აი ახლა აქ ფიქრობ დავჯდე თუ არა, იმიტომ რომ მე არ ვაპირებ. მე არ ვფიქრობ, უნდა დავჯდე. ეს არის ახალი ატრაქციონი. აკრეთ, ახლა მივდივართ მე და ლევანი აი იმ ატრაქციონზე და აი ამაზე ეს ყვირილი რა ისმის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქაც შევაპარებთ კამერას. ანუ მე აღარც ვეცდები რა შეპარებას, რაღაცა პატარებს კი გადავიღებ კადრებს, მაგრამ ანუ ეს არის ბოლო რისი გადაღებაც მინდა რა. მაგარი იყო. მაგრა გაასურა. ან ძალიან ისეთი არა რაღაც მომენტში. აი ესე გახარ რა 90 გრადუსიც არა, აი 100 გრადუსით ესე დაკირავებული. პროსტა გაჩერებული. და უცბად თითქოს მიწა გეცლება და მიწისკენ ეშვები ენარჩუნები და ძალიან კაი რა. წესიდან ყველაფერს გაჩვენებდით სიამოვნებით, მაგრამ ანუ ეს ატრაქციონი იყო პირველი რა, იმ წითელზე გავურისკე ცოტა დამალვას, იმიტომ რომ ნაჭდამი ვარ და ვიცი რომ არ გადმოვარდებოდა და არაფერს მე არ დავაშავებთ. ხუი, დაიცადეთ ახლა მივიდეთ. სურათები ვნახოთ. ნახოთ ჩვენ სურათები. ესე ვარ მე და ლევანი მოკლედ ამ ატრაქციონზე. ანუ ატრაქციონი არის ძალიან კარგი. გვინდოდა რომ გვეჩვენებინა ყველაფერი, მაგრამ ვერ მოვახერხე. აი ეგ ვაი გაჩერდა. დაიცადეთ, აი აქ ვიყავით ესე გაჩერებული. აი გაჩერდა და ნახეთ აი როგორი კუთხე აქვს. უბრალოდ სასწაულად დაქანება და
ანუ ვიდეოში კიდევ ჩქარა არ ჩანს რა, ანუ რეალური სიჩქარე. რეალურად ატრაქციონი რამდენად გაშინებს, როგორ განისაზღვრება? ჩვენ ახლა ეს ექსტრემალურია, ბევრად მეტად გრძნობ შენ სხეულის ვარდნას და ასე შემდეგ. თუმცა იმდენად ძალიან დაცული ვიყავით ან შიგნით და მქონდა როგორც ჟაკეტი, ისე გადაცმული რაღაცა რეზინის, რომელმაც აი ბოლომდე მიგვაწევა სკამს და ზემოდან კიდევ მქონდა სკამის დამცავი. და ანუ იმდენად მაგრამ ვიყავით დაცული, რომ დავარდა, ანუ ეს ვარნაკი ვიქცეთ, მაგრამ ჩემი სხეული დიდად არ მოძრაობდა რა. და აი პირველი ატრაქციონი, რომელზეც ვიჯექეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად სუსტია, სიჩქარის თვალსაზრისითაც, ვარდნითა და ყველაფრით, იქ უფრო ექსტრემალურად გრძნობდი თავს, იმიტომ რომ ბევრად მოძრაობ რა და როცა მოძრაობ, აი უფრო მეტად ვიწევი და ასე შემდეგ. ხო და აქ თუ ვინმე მოხარს ჩემი რჩევით, კი გამაბრაზეს რო არ მაღებინებენ, მაგრამ თუ ვინმე მოხარს ყველა ატრაქციონზე დასხედით, იმიტომ რომ ეს დაცულობის შეგრძნება იმ დონეზე კარგად არის გაკეთებული, რომ ანუ ფიზიკურად ცუდად ვერ გახდებით. მე ცოტა გული მერევა ეხლა, მაგრამ ანუ შიშისგან ცუდად ვერ გახდებით რა. ან რეალისგან. ხო. უპეკად მოვედით წყლის ნაწილში, ახლა ვისადირეთ და წავალთ წყლის მდინარეში, ცოტა ხანი უნდა დავისვენოთ და გავუგებდებით და თან იქაც გადავიღოთ რაღაც ვიდეოებს. მდინარის შემდეგ უკვე წავალთ წყლის ატრაქციონებზე, ეგეც ძალიან ექსტრემალურია და მე მგონი იქ გადაღებაც არ გაგვიჭირდება და ყველაფერს უფრო მარტივად ნახავთ. წყლის პარკი საკმაოდ დიდია და ბევრი ექსტრემალური ატრაქციონია. თუმცა ცოტა დაღრმავებული ვიყავით, ამიტომ მდინარეში ნებიბრობით გავაგრძელეთ ჩვენი თავგადასავალი. ეს იყო დღის ყველაზე რელაქსაციური ნაწილი. სამწუხაროდ კამერა slow motion-ზე გადაგვერთო, რის გამოც ბევრი კარგი ხუმრობა დაიკარგა. მოკლედ, იქ უნდა ყოფილიყავით. მდინარის შემდეგ პირველი წყლის ატრაქციონის დროც მოვიდა. I had to გივი შეშინდა და ამის შემდეგ მხოლოდ მედალევანი გავაგრძელეთ. შესაძლოა გეგონათ, რომ წყლის ნაკლებად ექსტრემალურია, თუმცა ძალიან ცდებით. და ბოლოს იყო ეგრეთ წოდებული კაფსულა, სადაც მიწა პირდაპირ მნიშვნელობით გეწდებოდა ძირიდან. ეს იყო ერთადერთი ატრაქციონი, სადაც მეც და ლევანი ორივე თვალები დავხუჭეთ. ხო ხვდებით, რა საშინელებაც იყო. ახლა განვიხილოთ ფასები და ჩვენი სამაჯურები რა რას ნიშნავს. პირველი აქ რომ შემოხვიდე, ზოგადად ბილეთი ღირს $100 ერთ ადამიანზე, მაგრამ რაღაცა აქცია იყო. ჩვენ ვიყიდეთ ბილეთი $59, რომელსაც საჩუქრად მოყვა კოკა-კოლის და წვენების რეფილი, ანუ ყოველ 15 წუთში ერთხელ შეგვიძლია რომ ავავსოთ ახალი გაზიანი სასმელიც და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან ცხელა და მართლა გვარეფრეშებს ეს სითხე. ყველაზე მნიშვნელოვანი აი ეს სამაჯური, რომელიც ნიშნავს fast lanes. Fast lane კი რა არის? Fast lane არის ურიგოთ ნებისმიერ ატრაქციონზე თუ ნებისმიერ წყლის სასრიალოზე შესვლა და დაჯდომა.
ამის გარეშე თუ აქ მოდიხართ, მაქსიმუმ მოასწროთ 3 ატრაქციონი და 2 წყლის სასრიალო, იმიტომ რომ იმდენი ხალხია და იმხელა რიგებია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ბოლომდე ისი ამოვნო და დაიკმაყოფილო იმისთვის, რაც ისთვისაც მოდიხარ რა. ამიტომ თუ გადაწყვეტავს წამოსვლას, ეს აუცილებლად დაგჭირდებათ. რა არის ამის ფასი? ამის ფასი იყო $64, მაგრამ ღირს დამიჯერეთ. განსაკუთრებით მაშინ თუ შაბათ-კვირას მოდიხარ. შემდეგი არის კვება. სასმელი ისედაც გქონდა ბილეთთან ერთად, მაგიტომ დავამატეთ კვების სამაჯური, რაც გულისხმობს, რომ ძირითადად უმეტეს კვების ობიექტზე მივდივართ, ვასკანერებთ ჩვენ სამაჯურს და ნებისმიერ საჭმელი გვაქვს უფასოდ. ამაში გადავიხადეთ ერთ ადამიანზე $35, რაც ვფიქრობ საკმაოდ ნორმალური ფასია იმის ფონზე, რომ მთელი დღე ხარ აქ და მინიმუმ 3-ჯერ უნდა ჭამო. და ასევე ეს არის ბოლო ლურჯი სამაჯური, გაგრძელებ? რომელიც არის კაბინა. გვაქვს ჩვენი პირადი სივრცე, სადაც გვაქვს ჩვენი შეძლონები, დაცულია ეს ყველაფერი და დაცვა არის მხოლოდ ამ კაბინის წევრებს, ანუ ლურჯ სამაჯურიან მომხმარებელს შეუძლიათ მხოლოდ შემოსვლა. გვაქვს მაცივარში დაგვსდა 6 წყალი, ასევე გვაქვს სეიფი და ჩვენთვის მნიშვნელოვან ნივთებს, მაგალითად საფულეს, ტელეფონს და ასე შემდეგ ტოვებთ აქ, როცა გავდივართ. ესეც ძალიან კომფორტულია და თუ კაბინა არ გაქვს, ძალიან გაგიჭირდებათ აქ კომფორტული დასვენება. იმიტომ რომ ძალიან გადაჭვირთულია, სულ ფეხზე უნდა იდგან, ერთი შეძლონგი იპოვო და შემდეგ აღარ ადგე და მაგაც ცოტა საწვალებელია. დავამატებდი იმას, რომ თუ სიამოვნებისთვის მოდიხართ, აუცილებლად უნდა იყიდოთ 4-ვე სამაჯური. ნუ აქედან მე მაქსიმუმ ჭამის სამაჯური ამოვაკლო, იმიტომ რომ გასვლა შეგილიათ და როდესაც მოგჭირდებათ, მანქანაში თუ გექნებათ საჭმელი, გახვალთ შეჭამ შემოხვალთ, მაგრამ რო გადიხარ თავიდან რიგშიც უნდა იდგე და წვენი და ფასლენი და კაბინა თუ არა გაქვს, შანსი არ არის რომ სიამოვნება მიიღო რა. ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს და მაინც ისე გავწვალდით და ისე დავიღალეთ, რომ აი ძალიან დავიღალეთ რა. წყლის პარკიდან გავდივართ, შვიდზე კეტავენ ისედაც და უნდა გავიდეთ. სანამ მე და ლევანი წყლის პარკში ვკატაობდით, გივი მიირთვა უკვე საჭმელი. მე და ლევანი შენ არ ვშია პრინციპში და არაა პრობლემა. და ძალიან დამწვარი ვარ, აი ძალიან. ეს არის მატარებელი, აი როგორც ფორჯომში აქვს გამატარებელი დაახლოებით ეგეთი. აქ დავჭერთ რომ ძალიან თავისუფლად შეგვეძლოთ გადაღებო და რა ვიცი, იმედი აქაც არ დაიწყებენ ჩხუბს და ჭინჭყლობას. ეს უნდა ჩაკეტვე. ქართული ჭიამაიათა თვალეთ და ხო, ჭიამაიამაც თაგვი და აქ შევძელით მარტივად კამერის შემოდა რა. ამერიკული თაგვია. მაგას რა მოვდით, რომ არ გითხარით რა. ამერიკული მთები უფრო კაი იყო მასტიტო. რა შემოვიდა? რა საშინელება. კიდე კაი ატომებს რა გადავფრინდებოდი. მე რატომ მიხე? დავაკრო სასიამოვნო მოგონება დაგვრჩება ეს მაგარი ატრაქციონები, გართობა, წყალი, ყველაფერი. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მომსახურების მხრივ ძალიან უჭირთ რა. პირველივე წუთებიდან ბოლო წუთებამდე ძალიან ბევრ რამეზე გვაწვალეს. თავიანთი QR კოდები, რომელიც ასე თუ ისე უნდა იყოს გამართული და არ არის ეს ახალი რაღაცა 2 წლის გახსნილი ამბავი, ხო? ძალიან დიდი ხანია ეს დორნი პარკი არსებობს. ძალიან მოუწესრიგებელია და დანარჩენს ლევანი ისაუბრებს.
თავის მხრივ მე ვარ ნამეტანი გაბრაზებული მოკლედ რა. გივი მკითხა რომ მოგონებებიო დაგვრჩებაო, მაგრამ არაფერი მოგონება დღევანდელი დღიდან ნერვების მოშლის მეტი არ ვრჩება მე რა. პირველ რიგში ის რომ ძალიან საშინელი მომსახურებაა რა. ორმაგი სტანდარტებით მომსახურება მიმდინარეობს. ვიღაცას დაინახავენ რაღაცა საპატიებენ, ჩვენ დაგვინახავენ, კამერას არ შეგვატანინებენ. მე QR კოდებზე არის პრობლემები, ყველაფერზე guest service-ი გიშვებენ და გესტერუში კიდე იხედავ ხელა რიგია. აი ეს არის guest service-ი რიგი, რომელი ხალხი ეს ხალხი დგას ყუილა უბრალოდ. ერთხელ უნდა აანახო რაღაცა ვსიო, პრობლემა მოგვარებულიაც. ეგ არის და ეგ რა. გამოსავალს უცებ მოგიგვარებ, ხო? ხო, რა, უნდა იჩხუბო, უნდა უყვირო და მაშინ კი ბატონო. მოსახურების მიზნი მხრივ ნოლიანი რა, საშინელი მომსახურება, მაგრამ ნუ ატრაქციონები კარგია მაინც რა. ეგ არის და ეგ. როლეად გეთახმები ჩემმა. თუ გადაწყვეტ რომ წამოხვიდეთ ატრაქციონების ნამდვილად ისიამოვნებ, მაგრამ სხვა კუთხით არის მე პირადად მეორე რაღაც წამოვალ აქ და ვეცდები სხვა უკეთესი პარკი ვიპოვო, სადაც სერვისის დამაკმაყოფილებელი იქნება. მადლობა რომ ჩვენს ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და გწირდებით, რომ უფრო და უფრო საინტერესო კონტენტ შემოგთავაზებთ. შემახერებით ხათანო ბიჭებზე დაუმბრაზდები რა. მე მთელი დღე ან კამერა გამიგდია, ხან ტელეფონით, ხან ამ DJI-ით, ხან როგორ ვცდილობ რომ მაქსიმალურად ყველაფერი დავაფიქსირო და კარგი კადრებიდან თვითონ არ ადარდებთ, გივი 3-ჯერ მოფსა, 4-ჯერ ჭამა, ანუ ცოტა დავიღალე რა. ლევანიმ დატოვა მანქანაში კოკა-კოლა და მთელი ეს ჩვენს ავიწოდეთ. ეს კოკა-კოლაც დაიწვა და აფეთქდა. აი ესე ყველგან არის მისმული და ახლა იმის მაგალითად სახლში წავიდეთ ჯერჯერობით მანქანას წმენდით.